ალბათ ფიქრია. გაგაცნობთ, ესე იგი, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა 2015 წლის მუნიციპალურ პროგრამაში ცვლილებების შეტანის ერთ-ერთ სეგმენტს. ეს გახლავთ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის სპორტის და ახალგაზრდობის 2015 წლის მუნიციპალურ პროგრამაში ახალგაზრდული პროექტების დასაფინანსებლად ბიუჯეტში იყო გათვალისწინებული სცენის ჯარისათვის 2500 ლარი. აი ამ 2500 ლარიდან გამოიყოფა 623 ლარი, რომელიც ემატება სასტუმრო მომსახურებისთვის გათვალისწინებულ ხარჯებს 980 ლარს და აგრეთვე კვების პროდუქტებისთვის გათვალისწინებული თავიდანვე 3297 ლარი ემატება მთლიან ამ ჯამს და მთლიანობაში გამოდის 4900 ლარი, რომელიც დააფინანსებს თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის ძეგლთა დაცვის განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით ლაშქრობას, ეს გახლავთ 4 თვიანი ახალგაზრდული ბანაკის მოწყობა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თელავის საჯარო სკოლის და უფროს კლასელები და აგრეთვე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული და წარმატებული მოსწავლეები და სტუდენტები. მათ შორის იქნება სოციალურად დაუწყებელი 20 ახალგაზრდა მიდის, მას მიყვება რამდენიმე ინსტრუქტორი, მათ შორის ბატონო 16-დან 25 ბავშვები. და მიყვება რამდენიმე ინსტრუქტორი, მათ შორის მიდის ორი ჩვენი თანამშრომელი სპორტის და ახალგაზრდობის განყოფილებიდან, ეს გახლავთ ლევან თიურიძე და ბაბუნა ხრიკული და აგრეთვე ის სამი ახალგაზრდა, რომელმაც მიიღო მონაწილეობა სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ლაშქრობაში, მათ ტრენინგები გაიარეს სათანადო. კონკრეტულად თუ გაინტერესებთ, ესე იგი, რა ტიპის იქნება ეს ლაშქრობა, ეს იქნება 4 დღის განმავლობაში, სასტუმრო მირგვილა უმასპინძლებს მათ, მთლიანად 4900 ლარი დაიხარჯება ამაზე, სამჯერადი კვებით. ეს არ არის, ჩვენ გვინდოდა ლაგოდეხის ნაკრძალი და ახალ პროექტში აღნიშნულია ლაგოდეხის ნაკრძალი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მოკლედ იქ ფინანსიური თემები რაღაცა სატენდეროზე დადგა და არ გამოვიდა და ამიტომ თუშეთში გადაწყდა 4 დღიანი. თვითონ ეს სასტუმროს მეპატრონე მთლიანად ახორციელებს ტრანსპორტირებას, მათ ცხოვრებას 4 დღის განმავლობაში. არა. მირგვილა. აი ასე შედიხარ, შედიხარის ისაა. და მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, ალბათ ბევრი ისეთი ახალგაზრდაც იქნება, რომელთაც პირველად ექნებათ საშუალება, რომ ნახოთ თუშეთის სილამაზე და გაცილებით უკეთესია იმ თვალსაზრისით, რომ აი კვების თემა არ გამოდიოდა ლაგოდეხის. იყვნენ ბიჭები ჩასულები და ამ თანხაზე სამწუხაროდ თანხა აღმოჩნდა ცოტა ამ აქტივობისთვის. ლაგოდეხის ნაკრძალში განხორციელებული. მე ვფიქრობ, რომ თუშეთი კიდევ უფრო დიდი უნება იმ თვალსაზრისით, რომ ლაგოდეხში ადამიანი ერთხელ მაინც შეიძლება ცხოვრებაში, თუშეთში შეიძლება ისე გაიაროს. ზოგადად დასკვნის სახით, ანუ ეს არის შიდა უხლობრივი ცვლილება, ის ზეგავლენას არ ახდენს მთლიანად ბიუჯეტზე და ის რაც იყო გამოყოფილი ამ მიმდინარეობისთვის 40000 ლარი უცვლელი რჩება. 15-დან 17-ის ჩათვლით. ოდია თავისი ამინდექსი რამე ისა. ახალგაზრდები რო არის შეცვალოთ დაუშვათ. თუ წვიმაში წავიდეთ ქებლებად ხონა რომ ტრანსპორტირებისას მაქსიმალურად დაიცვან ბავშვების უსაფრთხოება რა. არა, თავისთავად ეხლა ისინი გამოცდილია, თვითონ ლევანი გამოცდილია, თვითონ თუშია, იქაურია და ზოგადად ბაბა ეგენი დადია ტრალებიდან. შეგიძლიათ გვაქვს ეს ფაზე დავაკეთოთ სამი თვით. ხო დააფიქსიროთ მომხევი არის.